დღეს ახალი სტილით 23 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე მეფე ვახტანგ მესამეს. წმინდა მოწამეებს მინას არმოგენის და ევრაფის. წმინდა მოწამე გემელი პაპლაგონელს. ღირს თომას, ნეტარი ივანეს და მის მშობლებს ნეტარ სტეფანესა და ანგელინეს, სერბეთის მთავრებს. ჩვენი ისტორია წინაპრების მიერ ჩვენთვის დანატოვარი ანდერძია. ჩვენ ქართველები ბედნიერები ვართ, რომ ზეციური საქართველოდან მარტვილებთან, ღირს მამებსა და დედებთან ერთად ჩვენი წმინდა მეფეები, დედოფლები გლოცავენ და ლოცულობენ ჩვენთვის. მათ თავიანთი ცხოვრებითა თუ მოწამეობრივი აღსასრულით მოგცეს მაგალითი, როგორ უნდა ვიაროთ სამეუფო გზით, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყნად ისე, რომ სულიერი საუნჯე დავაგროვოთ და მუდამ მემზადებოდეთ მომავალი საუკუნო ცხოვრებისათვის. წმინდა მეფე ვახტანგ მესამე 1300-1308 წლებში მართავდა საქართველოს. ის იყო წმინდა მეფის დემეტრე თავდადებულის ძე. იმ ხანებში მონღოლები ბატონობდნენ ჩვენს ქვეყანაში და ქართველთა მეფესაც ისინი ამტკიცებდნენ. წმინდა დემეტრეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში გახიზნეს. იქ აღიზარდა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, რომელიც მონღოლთა ყაენმა 1302 წელს დაამტკიცა მეფედ. ქართველებმა გაიხარეს, რადგან იყო ვახტანგ ყოვლითა სრულ, სარწმუნოებით მტკიცე, ღმრთის მოშიშ, სამღვდელოთა პატივის მცემელ, ეკლესიათა პატივის მდებელ, მშვიდ და მდაბალ, ყუდრო, მოწყალე, უშფოთულ, ყოვლითა კეთილითა სრულ და არავის მოშურნე. ასე ახასიათებს ჟამთა აღმწერელი მეფეს, რომელსაც არ გაუხარია მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. იმ დროს მტრისაგან ისედაც დასუსტებული, დაბეჭავებული ხალხი სულიერადაც დაუძლურდა. როგორც ისტორიკოსი გადმოგცემს, მიეცა ქვეყანა განსარყმელად ცოდვათა ჩვენთათვის. წმინდა მეფე ვახტანგი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანა გაეძლიერებინა და ემშვიდებინა. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი ის იყო, რომ ხშირად ხდებოდა მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში იძულებით მონაწილეობა. მძიმე იყო მტრის უღელქვეს ცხოვრება ტანჯული მეფისა. მძიმე იყო მისთვის ცქერა იმისა, თუ როგორ ეწირებოდა მტრის ლაშქრობებს ქართველთა ფიზიკური თუ სულიერი ძალები. ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს დაიჭრა წმინდა ვახტანგი. სამშობლოში დაბრუნებისას ნახჭევანთან წამოეწია ყაენის მიერ გამოგზავნილი მონღოლთა ნოინი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის საოხრება და გამოსლიმება ჰქონდა ნაბრძანები. წმინდა მეფე არ შეუშინდა მტრის სასტიკ გადაწყვეტილებას და თავის მეომრებს ასე მიმართა. კაცნო, ძმანო და ერთრჯულონო და ქრისტეს ღვთის ეჭეშმარიტად აღმსარებელნო, აწნუ შეძრწუნდებით და წარვიდეთ ყაენს წინაშე და დავდვათ სული მისთვის, რომელმან დასდვა სული თვისი ჩვენთვის. პირველად ჩვენ მივცნეთ თავნი ჩვენი სიკვდილად. მერმე იყავ ნება ღვთისა და მან დაიცვა სამწყსო თავისი. უშიშრად წარდგა ყაენის წინაშე მეფე თავისი ამალით და განაცხადა, რომ ქრისტეს ერთგული იყო მუდამ ქართველი ერი და არც ახლა უღალატებდა მას. ისტორიაში არსებობს ორი ვერსია წმინდა მეფის აღსასრულის შესახებ. ერთის მიხედვით წმინდა ვახტანგი შეიწყალა ყაენმა და ის საქართველოში დაბრუნებისას გზაში გარდაიცვალა. ხოლო ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით კი მოკლა ყაენმა ქრისტესთვის ტანჯვითა მეფე ვახტანგი. ქართლის ცხოვრება გადმოგცემს, რომ წმინდა ვახტანგი საქართველოში გადმოასვენეს და დმანისის სიონში დაასაფლავეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.